გასცემა. ევროპული კინოს ვარსკვლავი და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური სახე ჯანკარლო ჯანინის მეორე დღე საქართველოში შატო მუხრანში გასეირნებას დაეთმო. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმრის ვიზიტს ივანე მუხრან-ბატონის შთამომავლების სტუმრობა დაემთხვა. I left my heart in San Francisco. მუხრან-ბატონის მამულს დღეს განსაკუთრებულად ბევრი სტუმარი ეწვია ევროპიდან და სხვა კონტინენტებიდანაც. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეები. მოდით დავიწყოთ ექსკურსია. თქვენ ახლა მუხრან-ბატონების ისტორიულ მე-19 საუკუნის მამულში იმყოფებით. ეს ერთ-ერთი პირველი ევროპული შატო გახლავთ. We are in a village called Mukhrani. კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი არტისტის პირველი ვოიაჟი საქართველოში სამეფო მამულიდან დაიწყო. I'm halfway to the stars. აქ იქნება ამფითეატრი, სადაც ფესტივალებს ჩავატარებთ. ჯანკარლო ჯანინის მცირე ექსკურსია შატო მუხრანში ისტორიული დეტალებით დაიწყო და მამულის გაცნობით გაგრძელდა. მცირე წარმოდგენა ისტორიული საჯინიბოს დღევანდელი ბინადრების დახმარებით სპეციალურად მისთვის გაიმართა. ეს ისტორიული დარბაზები აღვადგინეთ და მომავალში სტუმრებსაც მივიღებთ. იტალიური და ჰოლივუდური კინოს ცოცხალი ლეგენდა მუხრან-ბატონის ისტორიული სარდაფებით და ღვინის წარმოების დეტალებითაც დაინტერესდა. ღვინის დაგემოვნების და მცირე ისტორიული ექსკურსის შემდეგ ჯანკარლო ჯანინიმ კინოსა და ეროვნულ ტრადიციებს შორის პარალელი შატო მუხრანის მაგალითზე გაავლო. აღფრთოვანებული ვარ საქართველოთი და შატო მუხრანით. ეს ადგილი არის მაგალითი იმის, რომ ყველაფერს კარგი საძირკველი სჭირდება. ყველაფერი ახალი ისტორიაზე უნდა აშენდეს. მე გავეცანი თქვენს ტრადიციებს და ეს დამოკიდებულება ჩემთვის ძალიან ახლობელია. ტრადიციების გაგრძელება უმნიშვნელოვანესია როგორც ცხოვრებაში, ასევე კინოინდუსტრიაში. მე ყველაზე მეტად ძველი კინო მიყვარს და მინდა მომავალი ჰქონდეს კინოკლასიკას ჩვენს დროშიც. ჩვენ არაფერს ახალს არ ვიგონებთ, ჩვენ გვინდა რომ ის რაც იყო საქართველოში ის დიდებული ტრადიცია, ის დიდებული სასახლე, სტუმართმოყვარეობა ის გავაგრძელოთ და არაფერი ზედმეტი მას არც მოვაკლოთ და არც მივუმატოთ და სწორედ მისი ფილოსოფიაც ამას ემყარება, იმიტომ რომ ისო დიდი მსახიობია, სწორედ იმიტომ არის დიდი მსახიობი, რომ იტალია არის დიდი ქვეყანა და დიდი კულტურის ქვეყანა და სწორედ აი ამ გზას აგრძელებს და იმიტომაც არის წარმატებული და მე მინდა რომ ჩვენც ასეთი გზა გავიაროთ არა მარტო შატო მუხრანში, არამედ მთლიან საქართველოს კულტურაში. იტალიელი ვარსკვლავის ქართული ემოციები მუხრან-ბატონის შთამომავლებმა პირადად გაიზიარეს. იტალიაში მცხოვრები სამეფო გვარის წარმომადგენლების დოროთია და ლუიზა ბაგრატიონ-ორსინების ვიზიტი ისტორიულ მამულში ჯანკარლო ჯანინის ვიზიტს დაემთხვა. It's in a way put every Georgian tradition რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ქართველებისთვის. მუხრანის სასახლე აერთიანებს ძალიან ბევრ ტრადიციას და ალბათ საინტერესო იქნება ის საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. შატო მუხრანი უნდა გახდეს კულტურული ცენტრი. ვიხარია რომ ასეთი უჩვეულო და საინტერესო დამთხოვით ჩვენ საყვარელ ვარსკვლავს ზუსტად აქ საგვარეულო მამულში შევხვდით. ქართულ მაყურებელს ჩემი საყვარელი ფილმები უნდა წარუდგინო. სულ 4 ფილმი იქნება და შევძლებთ მათი შექმნის ისტორიის განხილვასაც. წინ კარგი სეანსები გველოდება. ფილმები, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს მის კარიერაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. ლინა ვერტმიურერის ოსკარზე ნომინირებული 7 ლამაზმანი ჯანკარლო ჯანინისთვის წარმატებულ ნაბიჯად იქცა. ვისკონტის, სტენლი კრამერის და ასევე რიდლი სკოტის ცნობილი ფილმების ვარსკვლავი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამოცდილების გაზიარებას ქართულ კინო საზოგადოებასთანაც გეგმავს. თუმცა გეგმები სამომავლოდ ბევრად უფრო მომხიბვლელია. თვითონ არის ძალიან სავსე ამ შთაბეჭდილებებით და მე ვარ ძალიან კმაყოფილი რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცოტა დრო გქონდა მან მაინც მოახერხა საქართველოზე ქონოდა ისეთი შთაბეჭდილება რომ თქვა კიდევაც რომ მე აქ უნდა გადავიღო კინო და მე მინდა რომ ერთობლივი პროექტები დავიწყო უკვე შემდგომი წლიდან საქართველოში. დაბრუნებამდე ჯანკარლო ჯანინისგან ავტოგრაფის მისაღებად მის თაყვანისმცემლებს კიდევ ერთი დღე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეა.